მივდივართ ესპანეთში. რალამაზია. ერთი ორი ისმის ჩემი ხმა? გონი ისმის. აეროპორტში მივდივართ. ცოტა რთული მოსახვევი შეგხვდა მეგობრებო, გავსწორდეთ. მოკლედ მეგობრებო, მივდივართ ახლა ქუთაისის აეროპორტში და მოვედით მივდივართ ესპანეთში. ესეთი ღრუბელი დგას აეროპორტის თავზე და მზად ვართ ხალხო? აუ, ეხლა ჩვენ კარგა შორს უნდა ვიაროთ. ბოჰემია სხვათა შორის ქუთაისში ძალიან ცივა და გაითვალისწინეთ, ვინც ამ პერიოდებში მიფრინავთ. მოცდოდა. ირენა ისახარ კონტრაბანდისტ. ლუკა გძანძიმე იქნება, მანახე. ცოტა ბროდვეი დაგხვდა აქ, მაგრამ არა უშავს. ჩეკინი გავიარეთ, ბილეთები ავიღეთ და ეხლა მივდივართ შესამოწმებელ პუნქტში. და მერე მივალთ გეითთან. წესით უკვე მალე არის ჩვენი ფრენა. ძალიან დიდი რიგი იყო, არ ვიცი, ძალიან ნელა ატარებდნენ ხალხს და 10,000 ნახვაზე, სადაც ხაზდადებს უნდა გიწავ. ვაიმე, რა თქვი, ერთ წუთით გავიაროთ შემოწმება. მოკლედ ლუკამ ეხა მითხრა რაღაც ჩელენჯი და ალბათ კარგად ვერ გაიგონეთ, ხო და მიკროფონში ვათქვევინებ. ეს ვიდეო თუ ავა 1000 ლაიქ. კარგად თქვი, მოდი. ეს ვიდეო თუ ავა 1000 ლაიქზე და 10,000 ნახვაზე, შემდეგი სადაც შენ ხელს დაადებ, იქ წავიდეთ. გადავიღოთ ვიდეო. ძალიან რთულია, იმიტომ 80 გამომწერი მყავს ხოლმე YouTube-ზე. ცოტა დააკი. აი 800 ნახვა. 800 ნახვა? 1000 ლაიქი რჩება, ესე იგი. კაი, მე იმედები არა მაქვს. მაგრამ მაინც წავალთ. გავიარეთ ჩვენ ჩეკინიც, პასპორტის კონტროლიც და ეხა მოვედით ჩვენს გეითთან. ამზადებენ ჩვენს თვით ფრინავს. მე უკვე მშია. ლუკაშია. მოიწეთ ჩვენი არხი. დაალაიქეთ და კომენტარები დამიწერეთ. 6 საათიანი ფრენის შემდეგ როგორც იქნა ჩამოვედით. ძალიან დავიღალე. ავიღეთ ბარგი და გავდივართ ახლა გარეთ. ეხლა გვინდა ჩვენ ბასების გაჩერება. ტერმინალი 1 გვინდა. მაქეთ 2 და ისა 3. მივდივართ რომ ვიპოვოთ მეტრო, რომელიც არის ტერმინალ 2-ზე, როგორც გითხრეს. მაგრამ მე მეპარება ეჭვი ძალიან. და ასე მგონია რომ უკან მოგვიწევს გამობრუნება. შენ რას ფიქრობ? რაზე? ტერმინალ 2-ში იქნება მეტრო. მე ცალოფისავ, მე მატომშია. ლუკას შია. ეს რომელი არის? აზე არა ვარ, სადა ვარ. მეტროთი უნდა მივიდეთ მატარებლის სადგურზე და მე იქედან 2 საათის გზა არის კიდე და მივალთ იმ ქალაქში, სადაც ჩვენ მივდივართ ვალენსიაში. უბრალოდ მეტრო ვერ ვიპოვეთ ამ ხელა აეროპორტში. როგორც იქნა ვიპოვეთ მეტრო. ოღონდ ჯერ არ მისვლოთ, ანუ მეტრო კი არ ვიპოვეთ, მეტროს ის ვიპოვეთ. ნიშნული რა ქვია? ტაბლოზე. ხო და უკვე გამინათდა სახე. ჩამოვაღწევთ მეტროში და ეხლა უნდა ვიყიდოთ ბილეთები აუცილებლად. ოღონდ არ ვიცით როგორ, მაგრამ ჩვენ ხო მაგრები ვართ. რა? დაგვეხმარონ უთხრათ. ვიყიდეთ ბილეთებიც და ჩავდივართ ეხლა მეტროში. ეხლა იმედი არ დავიკარგებით. ეხლა თუ არ დავიკარგეთ, ლუკა, ეხლა თუ არ დავიკარგეთ, ძალიან მაგრები ვიქნებით. შემოვედით მეტროში და რაღაც უცნაურად გვიყურებენ. მოვედით ჩვენს სადგურზე, სხვათა შორის არ შეგვშლია, მაგრამ ახლა უნდა ვიპოვოთ მატარებლის სადგური. ეს არის მატარებლის სადგური და ძალიან ბევრი ხალხი არის. რას მიიწევ ჩემს სიყვარულს? ვერ მოიწინეს ახლამდე? არ ვიცი, ოღონდ რამე მეჭამა და
გონახება რა. რაღაც სენდვიჩი. გემრიელია. მოგწონს? არ გინდა ლაპარაკი? კაი. ჩვენ აი ესე ჩამოვჯექით აქ და ველოდებით ჩვენს დროს ჯერ ადრე მოვედით და სადღაც 9 საათი კიდე გვიწევს დავიცადოთ და მერე უკვე ალბათ ამოვანათებს ჩვენი გეითიც სადაც არის. კომენტარს გააკეთებ. დავიღარ. ლუკა მეუბნება რომ შემდეგ თუ წამოვალთ არავითარ შემთხვევაში გადაждომა მატარებელი მეტრო მხოლოდ პირდაპირ რეისი და ბიზნეს კლასი. წარმოვიდგინე ხა მე ჩვენ შვილები რო გვეყოლება და რომ მოვყვებით რომ ესე მადრიდში რკინიგზის სადგურზე ვიჯექით მშიერები, დაღლილები, უძინვრები და რა მშიერი 30 ევროიანი სენდვიჩები ჭამე რა იქ არ დამიტოვა ხალხო მშიერი დამტოვა ხალხო მშიერი არაფერი აღარ დამიტოვა ერთი სული მაქვს როდის ჩავჯები მატარებელში და ჩავალ ვალენსიაში ჩავალთ აბა გაკოცეთ გამოიწერეთ ჩემი არხი არ დაგავიწყდეთ ანუ არ როცა არ ვამბობ გავიწყდებათ რომ გამოიწეროთ და ამიტომ გამოიწერეთ ეხლავეს და გაგრძელეთ მერე ყურება მადლობა რომ გამომიწერე ჩავჯექით უკვე მატარებელში დანდაღლილები ყველაფერი გასაგებია კი მშვიდობიანი მგზავრობა მადლობა ან მადლობა რომ აირჩიეთ ჩვენი კომპანიაო მაინც დამიჩინე აი ხო გადავიღე მაინც დამიჩინე მოკლედ ჩავჯექით უკვე ჩვენ აუ უკან ის ვაი ცხვირი აქეთ ქონდა და ცუდ გახდა ეს ვერ მიგზავნა შანსია აბა რა გიშველა თოვრო დავა ხო გული პანჯერასე მევზივარ არ ნერვიული პატარა უკვე დაიძრა მატარებელი ძალიან დავიღალე უკვე მართლა აი მთელი დღე მართლა მთელი დღე გზაში ვართ ხან თვითმფრინავში ხან მეტროში ხან სად მოკლედ 2 საათიც და ჩავალ სახლში ლუკა შია მაგრად მე წავედით ერთი სულმა როდის ნახა მარტო ამათ გამოღირდა აქ ჩამოხდა იდეაში მაგიტომაც ჩამოვიდეს უბრალოდ ახალწელს დაემთხვა თან მეუღლეს საზღვარგარეთ გასეირნება უნდა და შოპინგი უნდა და კონტენტის გადაღების ყველაფერი თქვენს გამოკეთდება თორე განამემი ხარია ყველაზე მნიშვნელოვანი არის რომ სანამ ცოცხალი ვართ ერთმანეთი გავაბედნიეროთ არა აქ ამას მნიშვნელობა პირობითად რაღაცა ძალიან დიდი იქნება თუ მცირედი ძლივს არ ჩამოვედი რაღაცა ცივილიზებულ გარემოში მანქანები ხალხი სამწუხაროდ ამ მომენტში მიკროფონს ჰქონდა ხარვეზი და გადავწყვიტე საერთოდ წამეშალა ხმა. ეს არის თქვენი სულ ახალი S25 თავისი ბრონი და 2 წლიანი გარანტიით ქალბატონი ნინო დეიდაო. შენ ტელეფონი ახლა მე ჭამას გავაგზელე. მოვედით ახლა მერკადონაში. ახლა ვიღებ წყალს, იმიტომ რომ აქ წყალი არ ვარგა. და აუცილებლად უნდა იყიდოთ და ესე ვადარიოთ. იმდენი რაღაცები არის, რომ უკვე ამებნა ყველაფერი. ჩვენ გუში რომ მოვედით, ისეთ დაღლილები ვიყავით. ეგრევე დავიძინეთ. მე არ მინდა ტკბილი. აი, ბარბეკიუ კიდე ავიღოთ რა 1-2. იდურებიან. სუში, ეს ავიღოთ რა. ავიღოთ რომელი. რომელი ავიღო? ლუკა, რაღაცა უცხოური არის. გავა ეს რა? შენ მოგეწონა ესეთები? მე არ ვაპირებ ხამის ჭამას, რა? მაშინ ეს ავიღოთ აქ. ჩვენ გადავწყვეტეთ ახლა ავიღოთ ხორცი, ფარში უბრალოდ და ავიღოთ მერე ბურგერები სახლში. ამდენი რაღაცები არის შეხედა, გამზადებული უკვე ფორმები. ეს
სიამოვნება დაჯდა 76 და 77-ის. ეხლა მივდივართ ვალენსიის ცენტრში. სადა ვართ ეხლა ლუკა, როგორ მითხარი წეღან? ეხლა ვართ ჩემო პატარა, აი როგორი ადგილია ეს, იცი? როგორც საგურამო. ხო. აი ქალაქიდან შედარებით მოშორებით, სადაც უფრო სიწყნარე, სიმშვიდე არის. და აი ხალხი იმაშვება რა. ხო, თავის პონჩი არის. ესე იგი, ეხლა ჩვენ უნდა წავიდეთ ვალენსიის ცენტრში და ვნახოთ როგორ არის გაფორმებული საშობაოდ. ხვალ 25 დეკემბერი არის აქ და შობა აქვთ ამათ. და წესით ძალიან ლამაზად უნდა იყოს გაფორმებული ყველაფერი. ნახოთ ერთად. ჩამოვედით მეტროში. ეხლა სად მივდივართ? რომელ სადგურს? მეტრო და ვიღარ. მითხარი მეტროს სადგურის. ხას უთხარი ხა მეტროთი რატომ მივდივარ? განა ის გადაიღე ბენზინი ჩავასხეთ? არა. მოგეთ. მანქანაში ბენზინი ჩავასხე. ბაკს გავავსეთ ხოლმე, ხანა? მიკროფონში საუბრე. გავავსეთ მანქანა და წავიღო 120 евро ჩამომაჭრა და 60-ის ჩაასხა. როგორც ჩვენთან არის აქ კონსულტანტები და ისინი არიან, ყურადღებას რომ მოგეცემენ, ეგრე არ არის და გავიქეცით, გამოვიქეცით, გავარკვიე და თურმე ეგრე არის და გავხსებაზე რომ გავუშვებ. ფაქს იმაშვება რა. რასაც ჩაასხამ და რასაც არა უკან გებრუნებს თანხას 2 დღეში, რა ძალიან მაგარი სისტემა აქვს. ეხლა მეტროთი იმიტომ მივდივართ, რომ ფიესტა არის, ძალიან დიდი სასოფები არის და ამ სასოფებს რომ ავარიდოთ თავიდან ყველა სასოფში არ ვიჯდგეთ. დავდეთ მეტროთი. თან მეტრო ძალიან ვიყავს, ხო? ძალიან მიყვარხა მესე. სკოტაშერის რამე განსაკუთრებული და ისეთი არ არის, არა? რა? ანუ განსაკუთრებულად არ არის მოწყობილი, ხო? ჩვენთან კალაზე უფრო მაგრად დაწყობს ვიდრე ამათი მე ვინ არა. ამას არ ჩავსვამ, ჩავსვამ, მაგრამ არ ჩავსვამ. რატო არ ჩავსვამ? მე მიყვარს კახი კალაზე. მე კახი კალაზე ძალიან მიყვარს, მე ძალიან მიყვარს. დაგვასპონსორე, კახი. რა ლამაზია. მოგეთ ამ ქუჩას აქ ძალიან დიდი დატვირთვა. ისტორიულად აქ ზოლის დროს 140 კაცს ყორები დააჭრეს. ანუ ეგრეა განმოცემული რა, ოდითგან. თვითონ აი ამ სასახლეში ანტონიო მონტანა მსახურობდა 75 წელი რა. ანუ უკვე როგორ რაღაცა ეს ქვები რაც არის უკვე ეს ხომ ტყის შემოსევებისგან დაღრღნილი რა. ანუ ვირთხებს უშვებდნენ. ეს ვირთხები ამას ჭამდნენ და ამას რო ჭამდნენ კედელი ვარდებოდა. არა ჩვენ გვჭირდება ესეთი რაღაცა თბილისში. ეს არის თავდაბალი ხალხისთვის. ვინც აი ეს არ დადის და თავდაბალი არის და იცის რა საკეთებს, ყოველთვის ესე დადიან. წინ არ იყურებენ. შესაბამისად ეს ძალიან საჭირო რამ არის რა. ამიტომ მივმართოთ ჩვენ თბილისის მუნიციპალიტეტს რომ დაამატოს ეს ავტოსტოპები დაბლა. იმიტომ ჩვენი ხალხი ზოგადად ძალიან თავდაბალი ხალხია. სულ ეს დადიან. უკამ რაღაცები მაიმუნა, ჩემი აზრით ჩვეულებრივი 7 ქალაქი არის. არაფერი ისეთი არ ხდება. ნუ ყოველ შემთხვევაში მე რაც ვნახე. აქვთ ძალიან ლამაზი ძველებური შენობები. როგორც წავიკითხე, ერთ-ერთი სავაჭრო ცენტრი იყო ეს ქალაქი, მაშინ ანუ ადრე რა ძალიან და ყველაფერი ანუ რაც არის ძველი შენობები და რაღაცები ძალიან ლამაზად არის გაკეთებული მართლა მე ძალიან მომწონს. 4-დან რო იყო აქ აბა 5 ევროში არ გამოვა ძმა. აი 4 ევრო ნახევარ და მიმართა. ძალიან ლამაზ ადგილზე მოვედით. ეხლა მოვედით ამათ ეკლესიაში, კათოლიკური ეკლესია არის და არის ძალიან ძველი და ძალიან ლამაზი. უბრალოდ როგორც კი შემოვედით, მაშინვე თქვეს რომ დავიკეტეთო და უნდა გახვიდეთ ყველანიო. და ბევრი ვერაფერი ვერ ვნახეთ, მაგრამ ერთი შეხედვით ძალიან ლამაზი არის. გავდივართ ახლა. აი ეს არის დაკეტილი ყველაფერი. ემზადებიან შობისთვის, ამიტომ ყველაფერი დაკეტილი არის და ჩვენც გადავწყვეტთ წავიდეთ სახლისკენ. სხვათა შორის ესპანეთი ცნობილი არის
ჯიბის ქურდებით, ანუ ძალიან ბევრი ჯიბის ქურდი ყავთ. და ჩვენ ვერიდებით ესე ძალიან ხალხროა ადგილას ტელეფონების ამოღებას და გადაღებას რაღაცეების, იმიტომ რომ საშიში არის რომ პირდაპირ ხელიდან წაგტაცო ტელეფონი. ეს არის მესამე დღე, რაც უკვე ესპანეთში ვართ. გუშინ მთელი დღე სახლში ვიყავით, არ გავსულვართ არსად და ეხლა მივდივართ სხვა ქალაქში, იმიტომ რომ ჩემმა დედამისმა უნდა აიღოს პრავა. სხვა ქალაქში ჩამოვედით, ეხლა უნდა გადავცვალოთ მართვის მოწმობა, ანუ ქართული მართვის მოწმობა უნდა გადავცვალოთ ესპანურ მართვის მოწმობაში და ჩამოვედით სხვა ქალაქში მაგის გამო. დღეს არის შობის მეორე დღე და მაინც ყველაფერი დაკეტილია. ანუ უყვართ ამ ხალხს დასვენება და ეხლა ვიყავით ლოტარიაში და 2 ბილეთი ვიყიდეთ. ერთი ბილეთი ღირდა 20 евро. ოღონდ ვერ გავიგე როგორ ხდება რა რაღაც ის აქვს ამათ. დღესასწაული 6 იანვარს და მაგ დღეს გათამაშდება. Feliz Navidad. Feliz Navidad. დღევანდელი დღეს ემორჩა მოვედით სახლში. მოვედით სახლში, კაია. კაია, სახლი კაია. რაც ჩამოვედით აქ მის მერე არის წვიმები და დღეს დედა იყო გასული საქმე ქონდა. ხო და დაღამდა და თან ამ დაღამებაში მოგვივიდა გაფრთხილება რომ ანუ წყალდიდობა შეიძლება მოხდესო, იმიტომ რომ სულ წვიმები არის და სახლიდან არ გახვიდეთ, ხო და ჩვენ კიდე ურეკეთ ეგრევე დედას და დედამ თქვა რომ მოვალო ეხლა წამოვალო, მაგრამ მეტრო დაკეტეს, ხო და ეხლა მივიდივართ რომ წამოვიყვანოთ ჩვენ მანქანით. და ჩვენ რომელობაში ვართ ეგ უბანი, ანუ ახლა ხო ხედავთ საერთოდ არ წვიმს, მაგრამ ცოტა იქეთ, ანუ ეს ქალაქი არის ზღვისპირა ქალაქი და ჩვენი უბანი ცოტა მოშორებით არის, ხო და რომელი უბნებიც უფრო ახლოს არის ზღვასთან, ხო, იქ ძალიან წვიმს თურმე და ქარიშხალი არის. ხო და ეხლა სასწრაფოდ გავდივართ, რომ დედა მოვიყვანოთ სახლში. მოვედით სახლში უკვე მშვიდობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, ძალიან წვიმდა, მაგრამ ჩვენთან არ წვიმს აქ. ჰაით, დღეს აქვს დათუნას ვარჯიში, ვილიარეალის კლუბში თამაშობს. ხო და წავიდეთ ახლა და ვნახოთ როგორ ივარჯიშებს და რას აკეთებს ხოლმე ვარჯიშებზე. გავიღვიძეთ 8 საათზე, მოვემზადეთ რაღაცა ვჭამეთ და უკვე 9 არის აქ და გავდივართ ახლა სტადიონისკენ. მოვედით სტადიონზე უკვე, ეხა ხურდებიან და ჩვენ უყურებთ თან წვიმს და თან ძალიან ცივა და მაკანკალებს. ეს არის დათუნა. ჩვენ მივდივართ ახლა ბურიტოების საჭმელად. ოღონდ მართლა და ნამდვილი ბურიტო უნდა ვჭამოთ. და სადაც მივდივართ მაგას აქ შეფასება 5-დან 4.8. ესე იგი ძალიან მაგარია. წავედით ახლა. Es un menú, pero claro, es primero იწყება აქ ფიესტა. ეს არის ახლა წინა სახელმწიფო ფიესტა და ძალიან ბევრი ხალხი მოძრაობს, ცენტრალური ქუჩები დაკეტეს. აი ამ შენობაში იმართებოდა კორი და სადაც ხარებს აჯიბრებდნენ ერთმანეთს და ხშირ შემთხვევაში კლავდნენ ხოლმე მატადორები. ალბათ იცით კიდევაც ესპანეთში ხშირი იყო და ეს არის ვალენსიის ერთ-ერთი შენობა, სადაც იმართებოდა ეს შეჯიბრებები. ესე მოძრაობს ადგილობრივი პოლიცია აქ, ქუჩებში პირდაპირ ცხენებით დადიან. მოვედით ჩვენ. აი აქ უნდა შევუკვეთოთ ახლა ბურიტოები და იმედია იქნება გემრიელი.
არის ესეთი წესი, შენ თვითონ ირჩევ, რა გინდა, ბურიტო თუ გინდა, იღებ პურის ზომას, რომელიც გინდა და ინგრედიენტებს შენ თვითონ რომელი უნდა ირჩევ? ირჩევ. ანუ ცალკე ხორცი არის, ცალკე ნახშირწყლები, ცილები. როგორც სპორტსმენი. Okay. Mix. მე ის არ მომწონს. Okay, black meat. Black meat? ლუკა არ არის რას. ნახე რა მაგარი ვიძია. Very spicy, no spicy. Very spicy. არა, ნუ. რატომ? ძალიან spicy იქნება. იყოს, კაცო, ბურიტო ეგეთი უნდა იყოს. მოკლედ, ავიღეთ უკვე ბურიტოები, ახლა უნდა გავსინჯოთ. როგორც გითხარით, ამბობენ რომ ამ ფილიალს აქვს ყველაზე გემრიელი ბურიტოები, შეფასებებიც ვნახე, პლუს ვარსკვლავები ქონდა დაწერილი 5-დან 4-დან 8 და ახლა დავაგემოვნოთ და ვნახოთ როგორი იქნება. ჭამის ვიდეოს არ გადავიღებ, მაგრამ რომ დავაგემოვნებ, მე გეტყვით როგორი იქნება. აბა, დროებით. აგარი აწყობა იმე. მორჩით ჭამას და გამოვედით ახლა. ანუ მე დავუწერდი 10-დან 6. არ იყო ძალიან გემრიელი, რა მოლოდინიც ჰქონდა, ისეთი არ იყო. მაგრამ ნუ ახლა ცუდიც არ იყო რა. იდეაში ცოტა იყო ხორცი. პური არ იყო გამომცხარი, ამათი არ იყო. უეჭველი, იმიტომ რომ მაღაზიაში შევიკეთეთ, მაშინ მერკადონაში სახში რო გავაკეთეთ. ვრაპებს და ისეთი გემო მქონდა რა. ხო. იდეაში გემოები ესე არ ქონდა რა. არაფრის გემო არ იგზნობდა, იგზნობოდა ერთიანი მასა, რომელიც უბრალოდ გამსუყեց რა. სულ მეტი არაფერი. და 10-დან რამის დაუწერდი შენ? 10-დან ალბათ რა 5. მეც 5-აც იმიტომ რომ შეერი მიყავდა და დამანაყრა, თორემ მეტი არაფერში. ეხლა გვინდა დესერტი. ანუ ჩემთვის არაფრის გემო არ ქონდა საერთოდ, აი რაღაცა ბევრი საჭმელი ერთად ჩაყრილი. აი აჯაფსანდალიც კი გემრიელი არის ამას არ შედარებით რა. ჩემთვის არ იყო გემრიელი. ეხლა მოვედით ერთ-ერთ ობიექტზე, სადაც აკეთებენ ჩუროს. ჩურო არის ამათი ტრადიციული ტკბილი და ეხლა სადაც მოვედით ეს არის ერთ-ერთი უძველესი კაფე, რომელიც 34 წელია უკვე აკეთებს ამ ჩუროს თავისი რეცეპტით. ვალენსიაში ერთ-ერთი ძალიან პოპულარული კაფე არის და ეხლა თან რიგში ვდგევართ, იმდენი ხალხი არის. დავაგემოვნეთ ჩუროები, იყო ძალიან გემრიელი. ეს ჭიქებს ჩაგვისხეს წელი შოკოლადი. ეხლა მივიდივართ სახლისკენ უკვე და ვფიქრობ, რომ YouTube ვიდეოს პირველი ნაწილი აქ გავწყვიტო, იმიტომ რომ ძალიან დიდი გამოდის უკვე და ჯობია რომ შევჩერდე და შემდეგი ნაწილიც გადავიღო და გადავწყვიტე რომ დავდო ორ ნაწილად და პირველი ნაწილი აქ დავამთავრო. იმედია მოგეწონათ ვიდეო და ლაიქეთ, გამოიწერეთ ჩემი არხი აუცილებლად და აუცილებლად დამიწერეთ კომენტარები როგორ მოგეწონათ. შემდეგი ვიდეო 2026 წელს დაიდება. გისურვებთ ეს წელი გაუშვათ ბედნიერად, ლაღად და შემდეგი წელი ახალი мотивაციით, ახალი იმედებით, ახალი იდეებით დავიწყოთ. ბედნიერი ახალი წელი. მოდი აქ, ბიჭო. სოლი რო გეუნება.